ამერიკელი სენატორი თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატო საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრა. ჯონ მაკეინმა სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან მსოფლიო უფრო საშიში გახადა. ხაზი შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობასაც გაესვა. საუბარი ასევე 2008 წლის ომსაც შეეხო და ყურადღება რუსეთის მხრიდან აგრესიაზე გამახვილდა. თავდაცვის მინისტრმა სენატორს იმ მძიმე წუთებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ბოლოს იზორიამ და მაკეინმა მედლებით ქართველი და ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვეს. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის. ისინი იცავენ ამერიკელი ხალხის თავისუფლებას, ისევე როგორც ქართველი ხალხის. ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა ამ ქვეყნის ნაწილის ანექსია, თუმცა ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება თავისუფალი, მთლიანი და დამოუკიდებელი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით აქ ამჟამად სამხედროებთან ერთად. თქვენი ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივ მეგობრობასა და პარტნიორობას. ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევისა და პოლიტიკური ქარტეხილის დროს მუდამ გრძნობდით თქვენს უპირობო მხარდაჭერას.